შეამცირეს რაოდენობა, სულაც 3-მდე დაიყვანეს ლელოელებმა იმისთვის, რომ მანევრირების საშუალება მეტი იყოს, არა 4, უბრალოდ 9 ნომრის პოზიციაზეც ბორკინალი დადგა. არა 4-ია, 4 მართალია. ჩამოვარდა და აი სადაიტაცა აზალაძემ ბურთი. ცოტა ესეთი შეუთანხმებლობა იყო ახლა მოქმედებებში ლელოელთა შემადგენლობაში, შემდეგ შეუტია არმიამ, აი მართლაც მოიტანა შედეგი იმან, რომ მერკვილიშვილის დარტყმამ, შემდეგ ურჯუკაშვილი უტევს, გამოიყენა მთელი ძალა და მასა იმისთვის, რომ წასულიყო წინ. ბევრით ვერ წავიდა, მაგრამ ბურთი კი შეინარჩუნა, ხაზზეა თამაში 22 მეტრიანი ზონის. მასხარაშვილი შემდეგ თავართხილაძე წავიდა ძირს კარგი კონტაქტით. ეს მახარაშვილია, მახარაშვილი და მასხარაშვილი, რა თქმა უნდა, არაგერევათ ერთმანეთში. ესეც კელენჯერიძე უტევს. შეინარჩუნა ბურთი 22-ში მიდის თამაში. საკმაოდ აქტიური გიგაური და ასევე აქტიური მახარაშვილი. მასხარაშვილი და მახარაშვილი შემდეგ. მოკლედ კალამბურია ენას გაიტეხ კაცი. იქვე ახლოს უტევენ, ახლოს ერთი დარტყმა შემდეგ გაიშლება თამაში. ასეც არის. ჭინჭარაული თვითონვე წავიდა, ბოჭვა კარგი იყო ქოიავასი. ქოიავა არ იყო, მაგრამ რამიშელობა ჯულაყიძე იყო. ლელოელი კი იყო ნამდვილად და ბოჭვასაც ნამდვილად არაუშავდა. თუმცა შემდეგ აი ამ რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდგომ მაინც არაფერი გამოუვიდათ არმიელებს და დაჯარიმდნენ, რადგანაც შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში. აი ამ ყველა ფაზაში ლელოს არასენსის მოთამაშეებმა. არმია კარგ მომენტებს გვთავაზობს ნამდვილად ლამაზი თითქოს ლამაზ ესეთ დინამიურ მომენტებს ურთიერთ გაგების თვალსაზრისით მე მგონი ამ გუნდში პრობლემები არ უნდა იყოს, რადგანაც ეტყობა კიდეც ნამუშევარი, ცოტა იმპროვიზირებენ კიდეც მოთამაშეები, არ ერიდებიან გამწვავებას, არ ერიდებიან ინიციატივის თავზე აღებას და ეს ნამდვილად გულს ახარებს. ეს ჩემპიონატი მე მგონი ამ ხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია, რაც გვინახავს, საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, 2 ტურია ჯერ მხოლოდ გასული, მაგრამ რაღაცეების, ასე ვთქვათ, განზოგადება მაინც შეიძლება. რახან ტურებზე მიდგა საუბარი, მე მგონი შეიძლება იმაზე ლაპარაკით თუ რა ხდება სხვა მატჩებში დღეს და ხვალ, მაგრამ მოდი მანამდე მივადევნოთ ცოტა უფრო მოზრდილი პაუზა რომ გვექნება, ამაზე შემდგომ ვისაუბროთ. მანამდე კი ლაშახმალაძეს შევხედოთ, რომელმაც გადაიტანა ბურთი აუჩი, თითქოს დატოვა თამაში კალანდაძემ, მაგრამ არ გამოუვიდა საბოლოოდ, მაინც არ იყო მისი ნახტომი უკვე მოედნის გარეთ იყო განხორციელებული. აი ასე გადმოიწიეს მთელი 40 მეტრით წინ თუ მეტით არა 45-ით ალბათ და შეიძლება კიდევ მეტით ლელოელებმა იმ ერთი ჯარიმის შემდეგ არა და სად იყვნენ, რა ახლოს იყვნენ საკუთარ წითელ ზონასთან, ასე ვთქვათ. ოიგო ბუბუტეიშვილმა ბრწყინვალეთ ის ამ საქმეში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა და ცუდი პასი ხმალაძისა. ცუდი პასი ახლა წინ თამაშზეც შეიძლება იყოს ლაპარაკი, მაგრამ იმაზეც შეიძლება ვთქვათ 1-2 სიტყვა, რომ არმიელებს უნდა ჩაეგდოთ ეს ბურთი ხელში, ასე ვთქვათ, ნაჩუქარი ბურთი იყო, შეეძლოთ, შეეტიათ და გაემწვავებინათ ეს შეტევა. დაშავებულია ერთ-ერთი მორაგბე ლელოს სარასენსის შემადგენლობაში და ექიმი გამოდის ამ გუნდის, რათა უმკურნალოს დროზე ფეხზე დააყენოს წითელ მაისურში გამოწყობილი ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ხედავთ. აი ახლა კი შეიძლება უკვე საუბარი განრიგზე. დღეს 2 მატჩია მხოლოდ და მხოლოდ არმია ლელოს თვალს ვადევნებთ, ხოლო ბათუმელები ბათუმში ყოჩებს მასპინძლობენ. ხვალ გაიმართება პარალელურად მიმდინარეობს ის შეხვედრა და შესვენების შემდეგ მოგახსენებთ თუ რა ხდება იქით ბათუმში. ხვალ 16 საათზე დაიწყება აკადემიისა და ლოკომოტივის დაპირისპირება ამ სტადიონზე ავჭალაში. არმაზი შევარდენზე 17 საათზე მიიღებს ბაგრატს და ჩვენ ამ მატჩს ვაჩვენებთ, ხოლო აია ქუთაისში ჯიქს დაუხდება და ეს მართლაც საინტერესო მატჩი იქნება, რადგანაც არც ერთ გუნდს, უпростоრედ ორივე გუნდს ორივე მატჩი მოგებული აქვს. მოდი ესე დადებითად ვილაპარაკოთ და არა უარყოფილად. ორივე მატჩს სულ 3 გუნდია ამ მომენტისთვის, ვისაც 2-დან 2 თამაში აქვს მოგებული, ეს არის ლელოს არასენსი, გორის ჯიქი და ქუთაისის აია.
აი და ჯიქი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მერკვილიშვილი ისე დაარტყა რომ პირდაპირ ხელში ჩაუგდო ტაბუცაძეს, რომელმაც პირველი ბეჭვა გაარღვია, მაგრამ აი უკვე შემდეგ აღარ გამოუვიდა, ცოტა იჩქარა, ბურთი წინ გადაუვარდა და დაკარგა ის. შერკინება ჩვენთან ტრიბუნასთან საკმაოდ ახლოს, ჭრდილში. კარგი საცქერი იქნება, ახლა მაყურებელი გულს გაიხარებს, გაიგონებს შერკინების. არა, არ ყოფილა როგორც ჩანს, რატომ ვერ გეტყვით, რადგანაც აშკარად წინ გადაუვარდა ტაბუცაძეს ბურთი. მე მგონი ჯერის დარღვევა იყო და შემდეგ გადავიდა ბურთი დერეფანში. კიდეზე. აი ახლა კი ნამდვილად სამკაციანი დერეფანი დააყენეს არმიელებმა, თავართხილაძე, აზალაძე და ხელია. აი ახლა მოითხოვა ბურთი თავართხილაძე, მოიგო კიდეც, შემდეგ ამოუგდო მახარაშვილს და ეს უკვე კელენჯერიძეა. შეუტია ბურჯმა, იქვე გადაყარეს, გაასუფთავეს და შეიცვალა ფთა. კარგი პასი მახარაშვილისა არისო კარგი. უფრო სწორედ შეიძლება კარგადაც ჩათვლილიყო იმ შემთხვევაში თუ იქ ცოტა უფრო სწრაფი მოთამაშე დაუხვდებოდა, მაგრამ ზურიკაშვილმა სისწრაფე დააკლო ამ სიტუაციას. ვერ ამოქაჩა, ვერ ამოწია ეს მანძილი, რომელიც აბსოლუტურად სასიცოცხლო იყო ამ ბურთის დასაჭერად და გადავიდა ბურთი კიდეზე. არდა მახარაშვილმა კარგად დაინახა ის თუ როგორ ამოვიდა დაცვა. დაცვა ამოვიდა შუა კაცების დასაჭერად, ხოლო გარემარბები ფლანგი მთლიანად მოშიშვლებული იყო და სწორედ იქ გაუშვა ბურთი. უბრალოდ ხაზზე გაშვებული ბურთს ვერ მიუსწრო კვაჭმა არმიისა. შემდეგ მოიგეს დერეფანი ლელოელებმა, დააყენეს მოლი და უტევენ, ოღონდ წესების დარღვევით, რადგანაც ბლოკირება იყო. აზალაძეს არ აქვს უფლება სწრაფად გათამაშების, რადგანაც სხვაგან იყო დარღვევა, აი აქ შეიძლება სწრაფად გათამაშება, მაგრამ უკვე სწრაფი აღარ გამოვა, გუნდი დალაგებულია დაცვაში. მეტოქე გუნდი. ბექა ურჯუკაშვილი დაუმიზნებს კიდეს და დაარტყავს, მახვილია კუთხე, ამიტომ უნდა დაარტყას ისე რომ დიდ მანძილზე მაინც და მაინც არ იფიქროს. ასეც იქცევა, საკმაოდ კარგი მანძილი მოიგო ამ პირობების გათვალისწინებით და მეტოქის ნახევარზე წვეტილხაზთან ახლოს იქნება არმიის დერეფანი, რომელშიც ისევ და ისევ ზურიკაშვილი მოაწვდის ბურთს. მანამდე შოთა თევზაძე კაპიტანს ლაშა ხმალაძეს უხსნის თუ რაში იყო დარღვევა ლელოელთა მხრიდან წინამოლში. სავარაუდოდ ამაზეა ლაპარაკი, სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს საჯის მიკროფონი ყურში. გესმით ალბათ, მაღალ რეგისტრში სკანდირებენ ესენი ბავშვები არიან, ლელო, რადგანაც ისინი ლელოს გულშემატკივრები არიან, ყოველთვის ესწრებიან საყვარელი გუნდის თამაშს და ეს კი დიტო კალანდაძე, მე მეეჭვება მას ვინმე მიასწროს. აქ უბრალო სპრინტერული დუელი რომ ყოფილიყო საჭირო ამ ბურთის დასაწევად, მე ნამდვილად არ მეგულება ერთ-ერთი უსწრაფესი მოთამაშეა ალბათ ჩვენს ჩემპიონატში, მაგრამ ისე წავიდა ბურთი რომ საერთოდაც გადაკვეთა, თან უნდა შიგნით შემოვიდა და დაზღვევაზე გადასულმა მოთამაშეებმაც არ დაახანეს იქ ბურთთან მისვლა. ლაშა ხმალაძეს მოუწევთ არეკნის დარტყმით 22 მეტრიანი ზონიდან განახლება თამაშის. კარგი იყო ეს ეპიზოდი, ნამდვილად რამდენიმე დროული პასი გაკეთდა, შემდეგ უპირატესობა რომ არ შეიქმნა, მეტობა რიცხობრივი იქ ფთაზე ითამაშა ფეხით კალანდაძემ, საბოლოოდ დასრულდა იმით რომ ცოტა ზედმეტი ძალა დაატანა ამ ბურთს დიტო კალანდაძე. ხოლო დარტყმული ლაშა აქაც ცოტა ზედმეტი იყო ალბათ ძალა დატანებული ამ ბურთზე, ხმალაძემ პირდაპირ აუჩი დაარტყა და დარტყმის წერტილიდან აუტი დერეფანი არა უკაცრავად შერკინება გაიმართება არმიის სასარგებლოდ. ასე თქვა, ხიფათი მოუტანეს საკუთარ თავს ლელოელებმა, ხმალაძემ ამ შემთხვევაში აი ამ ერთი ცუდი დარტყმით. ალბათ უფრო შორი დარტყმა და მოედანში დატოვება ჯობდა, ვიდრე კიდისთვის დამიზნება იმ იმედით, რომ ბურთი დავარდებოდა და შემდეგ გადავიდოდა. ასე თუ ისე კარგი ეპიზოდია ახლა არმიისთვის, შესაძლებელია შეტევა როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, როგორც ახლოს, ასევე შორს. ვარიანტები ბევრია, მით უმეტეს რომ საკმაოდ კარგად ურთიერთქმედებენ უკანა ხაზელები, ამაზე უკვე ვისაუბრეთ და გამოჩნდა კიდეც გარემარბები მართლაც კარგი ყავს არმიას, როგორც მესხი, ასევე კალანდაძე კარგად აჩვენებენ
წლევანდელ სეზონში თავს, ჯერჯერობით რაც ვნახეთ და ყველაფერი ჩაფლავდა, მოდი ბოდიში ამ ჟარგონისთვის იმის გამო, რომ უბრალოდ ადრე მიაწვნენ არმიელები ამ შერკინებას. არა, უკაცრავად შეგდება იყო თუ არ ვწდები, არასწორად შეაგდო ბურთი მახარაშვილმა ამ შერკინებაში. აი ახლა სრული უფლება ჰქონდა ხმალაძეს, სადაც უნდა იქ გადაეტანა ბურთი კიდეზე გულისხმობ, რა თქმა უნდა და დერეფანი იქ გაიმართება, მართალია არმიის, რადგანაც თავისუფალი იყო, მაგრამ საკმაოდ შორს ლელოს საფრთხის ზონიდან. იმ პირველი მიძალების შემდეგ ვერ ვიტყვით, რომ უპირატესობას ლელო ფლობს, ნამდვილად თუ იმ მომენტს ის რომ არ ყოფილიყო, ის პირველი წუთები, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ სულად დომინირებს არმია. მაგრამ დააბალანსა იმან და შემდგომმა მოვლენებმა ერთმანეთი გააწონასწორეს. შეიძლება ითქვას, რომ თანაბარი ორთაბრძოლა მიმდინარეობს. გაშალეს თამაში ჭინჭარაული, კარგად შეიყვანა ჯიმშელაძე, ხაზზე გაუკეთა პასი, მაგრამ რისთვის არის ეროვნულ ნაკრებში ლაშა ხმალაძე თუ ასეთი სიტუაციები ვერ წაიკითხა და ბოჭვები ვერ გააკეთა. ჭინჭარაული კიდე ერთ ბოჭვას გააკეთებს ახლა ხმალაძე გული მიგზნობს. ასეა, ზუსტად მის ზონაში წავიდა კიდევ ერთხელ ბურთი, უბრალოდ თვითონვე წაიქცა ზურიკაშვილი. გასაგებია ეს დარტყმა არ იყო რამდენიმე ფაზის შემდეგ წინსვლა და მახარაშვილმა დაარტყა ისე რომ გადაუხსნა მთელ მოედანს და გადავიდა ყველა ხაზს მიღმა, ამიტომ შერკინება გაიმართება იქ საიდანაც დაარტყა მახარაშვილმა. გასაგები იყო დარტყმა, ერთხელ უკვე გითხარით იმის გამო რომ რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ თითქმის 1 სანტიმეტრი არ ყოფილა წინსვლა, გადაწყვიტა მახარაშვილმა რომ ფეხით უნდა ეთამაშა და ალბათ ეს სწორი გადაწყვეტილებაც იყო. უბრალოდ ისე დაარტყა, რომ ცოტა მასაც ზედმეტი მოუვიდა ჯანის მიცემა ბურთისთვის. შერკინება კი ლელოს არასენსისაა. ელა აფრასიძე ბურთით ხელში. სანდრო მინდიაშვილი მოთამაშე, რომელიც გასულ სეზონში ძირითადი 9 ნომერი იყო ლელოს არასენსისა და ფინალში გადამწყვეტი ლელო. დღეს თადარიგშია და ახალგაზრდა აფრასიძე იწყებს ძირითად შემადგენლობაში. განაცხადში ასევე ვხედავ ნოდარ ჭეიშვილს, რომელიც სხვათა შორის თუ განაცხადში ვხედავ, მოედანზეც ვხედავ ხურდება, მეორე ხაზელი, ერთ-ერთი ძალიან ძლიერი მოთამაშე ლელოს არასენსისა, რომელიც ნორთჰემპტონ სეინტში წავიდა ინგლისის ავივა პრემიერშიპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, მაგრამ დღეს მაგერ მოედანზე ვხედავ. ვიცით რომ რამდენიმე ტესტ მატჩიც ითამაშა, ასე ვთქვათ, თუმცა ის მერე იყოს, რადგანაც ძალიან კარგი გარღვევა ხეცოიძის შესრულებით. კარგი აღმოჩნდა ცენტრში ეს გარემარბი მშვენივრად აბწვავებს თამაშს და აქ აფრასიძე თვითონვე უტევს გაძვრა და ლელოც დადო. თავისი პირველი ლელო დარწმუნებული ვარ ამაში. დიდების შემადგენლობაში, მოდი ასე ვთქვათ. ჯერ მაინც არსებობს მისთვის ეს გაგება დიდები და შემდეგ დუბლები, შემდეგ ესპუარები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ არ გვინახავს, მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში მისი ლელოს არასენსის უმაღლესი ლიგის გუნდის შემადგენლობაში და დღეს პირველად მე მგონი ამის მონსტრე ვართ ყველანი ერთად, რასაც რიციამოვნებით ვილოცავთ ახალგაზრდა მორაგბეს და მისი გუნდის თაყვანისმცემლებს. ასე გახდა ანგარიში 8-7 თუ ამ გარდასახვას გაიტანს აფრასიძე და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ გაიტანს, სულაც 10-7 გახდება და ეს ნიშნავს იმას, რომ 10-ვე ქულის ავტორი იქნება გელა აფრასიძე. ნელ-ნელა როგორც ჩანს ეს ბიჭი იკრებს როგორც თავდაჯერებას, ასევე ოსტატობას, ასევე კლასს. მას რა თქმა უნდა კიდევ ბევრი აქვს წინ, უშველებელი გზა აქვს გასავლელი მაღალ პროფესიონალიზმამდე, მაგრამ საფუძველს უყრის ახლავე და ეს ძალიან კარგია. უბრალოდ არ უნდა გაჩერდეს. ჩავთვალოთ რომ მე სიტყვები არ მithქვამს, ან თუ ნახავთ არ მოასმენინოთ ჩემი ქება. რომ თვალი არ ეცეს.
აი ახლა ერთი ჯერ ვნახეთ ლელოელთა შეტევა ჯარიმით დასრულებული და 3 ქულით, შემდეგ ლელოთი დასრულებული არმიელთა შეტევა და ახლა უკვე ლელოელთა საპასუხო ლელო ვნახეთ. საინტერესოა როგორი იქნება კიდევ ერთი ჩხრეტა არმიის შესრულებით. მაღალი ბურთი გადაკიდებული ხასუკა, რომელსაც კალანდაძე ელოდება, კარგად შეარჩია პოზიცია, უბრალოდ დაუვარდა. უბრალოდ ვერ შეასრულა ის კომპონენტი მეტოქის გარეშე ვერ დაიჭირა ბურთი, თავისუფალი ბურთი, ხმალაძე თვითონვე გაძრა. გაძრა არა, ნახევრად გაძრა, შეინარჩუნა ბურთი და დაუტოვა თანაგუნდელებს. აფრასიძე პოულობს ბუბუტეიშვილს, ახლა ის უტევს უკვე, წავიდა ორ კაცზე, გააჩერეს, თუმცა გაიარა რაღაცა მანძილი, შემდეგ კონტრრაკი მიმდინარეობს და არც თუ ისე კარგად, კარგი იყო აქ აფრასიძე, სიჩქარეში მყოფ თანაგუნდელს აუგდო ბურთი. ხმალაძე გამწვავა თვითონ და შემოუტრიალა შიგნით ჭყოიძეს. დაიკარგა ეს ბურთი, დაიკარგა, მაგრამ გადაარჩინეს. გადაარჩინეს ლელოელებმა და აგრძელებენ შეტევას მარჯვენა ფლანგზე ბარკალაია, შემდეგ ჩიტიძე გაიარეს ამასობაში საწყისი წერტილიდან 10-15 მეტრი. ჭყოიძე ჯულაყიძე შებოჭეს და შემდეგ შეუტია ისევ ჭყოიძემ. აფრასიძე ხმალაძე შეაცურა, მე მგონი ცოტა ძლიერი იყო, აქ უნდა დაუხდეს მერკვილიშვილი ადგილზე. არა, ისე შეანელა რომ რაღაცა შეასაქმე, როგორც ჩანს, საჯმა მანამდე მიუთითა რაღაცა დარღვევაზე. სათათბიროთ მიდის თანამ საჯთან. მე ვერ შევატყვე ზუსტად რაში იყო საქმე, როგორც ჩანს, რაღაცა სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე, რადგანაც სხვა შემთხვევაში მეეჭვება ასე თათბირი მოეწყოთ საჯებს დარღვევასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ლამაზი ეპიზოდი კი შემოგთავაზეს ლელოელებმა, ესეთი დინამიური, უწყვეტი აქ ბურთი გადაეცა არმიას, მოგეხსენებათ, როდესაც ხდება ასე ვთქვათ, არასპორტული ტიპის ჯარიმა ან მაღალი ბოჭვა, ან ესეთი ჯანმრთელობისთვის სახიფათო მოქმედებები, ამ დროს რაც არ უნდა უპირატესობა ჰქონდეს ერთ გუნდს, თუ მან დაარღვია ამ ტიპით თამაშის წესები, ამ სახით მაშინ მეტოქეს გადაეცემა ეს ბურთი და ასეც მოხდა. ბექა ურჯუკაშვილი კიდევ ერთხელ გადაიტანს მეტოქის ნახევარზე ბურთს, არც ისე შორს, მაგრამ მაინც გადაიტანს და არმია შეუტევს. არმიასაც აქვს საპასუხო 10-7 ანგარიში მოგეხსენებათ და ლელო წინ არის, მისი ჯერია, არმიის ჯერია, ასე ვთქვათ, გასროლის, რაღაც დუელის სტილში მიმდინარეობს ეს დაპირისპირება, ცვლიან დარტყმებს და სროლებს ერთმანეთში მეტოქეები, ახლა არმიის ჯერია თუ ამ ლოგიკით მივყვებით. ისევ შემოკლებული დერეფანი, ისევ 3 კაცი, ისევ იგივე შემადგენლობა, აზალაძე, თავართქილაძე, ხელია. მოიგო თავართქილაძე, მამოუგდო მახარაშვილს. შემდეგ აი ამ პირველ ბურთს ყოველთვის იღებს ქარუხნიშვილი. ან ატანს თანაგუნდელს, ასე ვთქვათ, 10 ნომრის პოზიციაზე თამაშობს, ან თვითონვე ეჯახება როგორც ამ შემთხვევაში. აი ახლა უკვე ნამდვილი 10 ნომერია ჭინჭარაული, რომელიც სულ პასს უშვებს, მაგრამ მაინც ახერხებს მერკვილიშვილი ამ ბურთის დაუფლებას და შეცურებას. თუმცა აქედან მისთვის სასიკეთო არაფერი გამოდის, გარდა იმისა, რომ გადავიდა ბურთი, შემოაგდო სწრაფად ბარკალაიამ, სხვათა შორის აფრასიძის მოთხოვნით და შემდეგ კალანდაძემ დააბრუნა მაღალი ბურთი. აქ ბარკალაია თუ დაიჭერს, შეუძლია რომ ალალზე დაიჭიროს და გააჩეროს თამაში, არა, არის სურვა ამის გაკეთება და საპასუხო დარტყმა ხმალაძის შესრულებით. წამოვიდა თავართქილაძე, გვერდით წავიდა და გაატანა მერკვილიშვილს. ჩიტიძეს ვერ გაექცა მერკვილიშვილი, თუმცა მანამდე იყო წინ პასი თავართქილაძის შესრულებით. კი, ასეა ნამდვილად. მეც ასე მომეჩვენა, საჯს დაველოდეთ, საჯმაც დაუსტვინა ამის აღსანიშნავად. ყველა გაჩერებაზე ექიმების შემოსვლა საჭირო მოედანზე, სულ რაღაცა ხდება, სულ ვიღაცა არის დაშავებული, ან დარეტიანებული, ან ტკივანი სხეულის რომელიმე ნაწილით. ძირითადად ესენი ლელოელები არიან, რაღაცა სჭირთ მათ. ან ეს უბრალოდ ხერხია იმისთვის, რომ ცოტა სული მოითქვან, დრო გაიყვანონ და დალაგდნენ თავის ქმედებებში.
გეტყვით აქ რადგან გითხარით უკვე თუ ვინ მოიგოს 3-დან 3 თამაში ესენი არიან ჯიქი, ლელო სარასენსი და აია, შესაბამისად იკავებენ ისინი ადგილებს სატურნირო ცხრილში 1000 ქულა მოაგროვეს ჯიქმა და ლელო სარასენსმა, მხოლოდ მათ შეძლეს ორივე მატჩის ბონუსით მოგება, ხოლო ქუთაისის აიამ ორივე შეხვედრა მოიგო ჩვეულებრივი 4 ქულიანი გამარჯვებით და 8 ქულას დაჯერდა. 5-5 ქულა აქვს ლოკომოტივსა და ბათუმს, აკადემიასა და არმიას 4-4, ბაგრატს 2, ყოჩები 1 ქულას ფლობენ, ხოლო არმას ჯერჯერობით 0 ქულა აქვს. მას საკმაოდ ცუდი ბალანსი -39 აქვს 2 მატჩის შემდგომ. შერკინება პირველი მცდელობით ვერ შედგა, მეორე მცდელობა იქნება ახლა. ისე საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს ეს შეხვედრა, თითქოს არის პაუზები, მაგრამ როდესაც თამაში მიდის, იმდენად საინტერესო და სასეიროა, რომ გამოგვეპარა მთელი 35 წუთი გასულა შეხვედრის დაწყებიდან. მალე პირველი ტაიმის დასრულების მანიშნებელი სასტვენიც გაისმება, მანამდე კი ლელო სარასენსის დომინირებას ვხედავთ შერკინებაში. აქ რაღაცაში ვერ კარგი კონსტრუქცია ვერ ააწყვეს შერკინებაში არმიელებმა, თორემ ისე ეს გუნდი საკმაოდ ძლიერია ამ კომპონენტში. ლაშახმალაძეს კი აქვს შანსი, რომ კიდევ უფრო წინ წასწიოს თავისი გუნდი კარგი დარტყმით. აქედან კარში დარტყმა შეიძლება, მაგრამ დღევანდელ მატჩში არ არიან მე მგონი ის მოთამაშეები, რომლებიც ყველა წერტილიდან კარში ურტყამენ ხოლმე ლელოს შემადგენლობაში. პირველ რიგში გულისხმობ ყიასაშვილს, რომელიც სტარტ ტოვებს ჩემპიონატისა, როგორც ვიცი, მას მცირე ტრავმა აქვს. ცოტა ხანში ალბათ ისიც დაუბრუნდება თავის მშობლიურ გუნდს, ამას დაემატება კიდევ რამდენიმე მოთამაშე და სეზონის გახურებისთანავე ლელო სარასენსიც მე მგონი გახურდება და არანაკლები ძალა იქნება ვიდრე შარშან წინ ან წინა წლებში იყო მოგეხსენებათ ამ გუნდმა 4-ჯერ ზედიზედ მოიგო დიდი 10 თუ ეროვნული ჩემპიონატი როგორც გნებავთ ისე დაარქვით 2 წელია რაც დიდი 10 ჰქვია. ჩამოაყალიბეს მოლი, რომელსაც საკმაოდ კარგად ფლობენ ლელოელები, თუმცა ეს მოლი ჩაიქცა ყოველგვარი წესების დარღვევის გარეშე, აი ახლა აღნიშნა მსაჯმა რომ წესები თურმე დარღვეულა, გრძელდება, აქ შეუძლია ცოტა ისე ითამაშონ ავანტურისტულად, რამე გამოიგონონ ლელოელებმა, რადგანაც თუ არ გამოვა ეს ჩანაფიქრი, ნებისმიერ შემთხვევაში ბურთი მათ დაუბრუნდება. აქ ქოიავა ჭიდაობს, იბრძვის მისი საქმე ზუსტად ეს არის, მეორე ხაზელია და შეუცვლელი უკვე წლების მანძილზე და აი აქ ჩიტიძემ კინაღამ გაჭრა, ხეცოიძე უტევს შემდეგ. კარგი იყო პირდაპირ ჯიგარში წავიდაო რო იტყვიან ისეთი ბოჭვა იყო. თან ძალიან კარგია რომ ყოველგვარი დარღვევის გარეშე. თორემ აფუჭებს ხოლმე სასტვენი და დაჯარიმება აი ესეთ ლამაზ ეპიზოდებს. აკატ აბუცაძემ საკუთარ თავზე იწვნია არც თუ ისე უხეირო ბოჭვა. რბილად რომ თქვათ. როგორც უკვე გითხარით, მართლაც არაფერი გამოვიდა, უпростоრეთ არ მithქვამს რომ არაფერი გამოვიდო და გითხარით რომ თუ არაფერი გამოვიდო და აი იმ წერტილში დაბრუნდებოდა დარღვევის ადგილას ბურთი, მართლაც ასე მოხდა და ლაშახმალაძე ახლა კიდევ ერთხელ გადაიტანს იქვე ახლოს დერეფანში აუტში ბურთს, შემოაგდებენ დერეფანში და შემდეგ შეიძლება ისეთი მოლიც ვნახოთ ლელოს რომ ეკადრება და ლელომ რომ იცის, ჩვენ ამ გუნდის არაერთი მატჩი და შეიძლება ითქვას ჩემპიონატიც კი ვნახეთ მოგებული ამ კომპონენტის წყალობით. მე მახსოვს სწორედ არმიასთან ჩატარებული საპლეიოფო მატჩები, როდესაც ლელომ სწორედ მოლით დაჩაგრა მეტოქი, არა და სწორედ არმია ითვლებოდა შერკინებაში ფავორიტად იმ შეხვედრებში. ეს რამდენიმე სეზონის წინ იყო, ახლა ზუსტად თარიღებს აღარ ჩაუღრმავდები, არა ვარ ისედაც ძლიერი თარიღებში, მაგრამ ფაქტი რომ მახსოვს, ამას წყალი არ გაუვა. ისევ დაშავებული, ისევ მოედანზე ერთ-ერთი მოთამაშე და ისევ ექიმები არიან გამოსული სამკურნალოდ.
საინტერესოა ძალიან ესეთი ვთქვათ შტაბეჭდილების ქვეშ ვარ ხეცოიძის ასპარეზობით 13 ნომრის პოზიციაზე მას აქვს გარემარბის სისწრაფე ეს ხელს უწყობს იმაში რომ გაამწვავოს ადგილებში თამაში რომ დაემთავისი სისწრაფის ხარჯზე მოქნილი სწრაფის ხარტი დაცვაშიც ძალიან კარგია ხეცოიძე ასე რომ 13 ნომრის პოზიციას ამ შეხვედრაში ყოველ შემთხვევაში ჩვენივრად ართმევს თავს აქ ქარი უბერავს საკმაოდ ისეთი ძლიერი ტრადიციული ავჭალური ქარი შეიძლება ითქვას ისეთი არა როგორიც იცის ხოლმე ხანდახან მაგრამ საკმაოდ ძლიერი ააგდო მიუხედავად ამისა ბურთი კარგად ჭოიძე მოიგო ბუტეიშვილმა ისევ არაცალეს მოლის ჩამოყალიბება და წინ წაწევა ლელოელებს არმიელებმა თუმცა ეს გაკეთდა უკვე დარტყმის საშუალებით კიდევ ერთი დარტყმა 5 მეტრის ნიშნულზე არიან გუნდები გაჩერებულნი ახლა უკვე 2 მეტრი ხარჯებაო შეიძლება ამისი თქმაც კიდევ ერთი დარტყმა ქოიავა ეხმარება თუმცა ვინ არის ვერ ვიტყვი ხორბალაძეა აფრასიძე ხმალაძეს პოულობს ხეცოიძეზე პასი და კიდევ ერთი 13 ნომრების დუელი ამჯერად ჯიმშელაძის უპირატესობით მთავრდება აფრასიძე და ჯარიმა ბლოკირების გამო ეს უკვე იყო ჯარიმით ბლოკირება წინა ეპიზოდში ვნახეთ როდესაც ბლოკირება იყო უნებლიე და დაინიშნა მხოლოდ და მხოლოდ შერკინება აქ კი ესეთი სერიოზული ბლოკირება იყო როგორც ჩანს ფსაჯის განსჯით და დაინიშნა ჯარიმა არმიის სასარგებლოდ აი ამ დარტყმას კი ნამდვილად არაუშავდა, კარგად გადმოიტანა აქეთ თითქმის მეტოქის ნახევარზე. აი ვნახოთ სად გაჩერდება მსაჯი. ზუსტად ცენტრალურ ხაზზე გაჩერდა. ჩავთვალოთ რომ აქვე გადავიდა ბურთი და მთელი 45 მეტრით 10 არ გვინდა 45 იყოს. მეტრით ამოიტანა თამაში წინ ბექა ურჯუკაშვილმა და იმ ერთმა ჯარიმამ რომელიც ერთმა დანაშაულმა რომელიც ჩაიდინეს ლელოელებმა ბჭყალებში გასაკვირველი. ამაზე მეტი დანაშაული მეტა არ ჩაიდინოს არც ერთმა. და იყოს უწყვეტი ლამაზი თამაში დროის ამოწურვამდე. აი უკვე კონკრეტულ პიროვნებებზე გადავიდნენ, უკვე ლელოს გულშემატკივრები, აქამდე თუ მხოლოდ ლელოს იძახდნენ, ახლა ხაჭაპურას გაიძახიან. თავისი ერთ-ერთი გმირის სანდრო ქოიავას საგულშემატკივროდ. პერსონალიებზე გადავიდნენ, ბავშვები ხალისობენ, ლაღობენ, უხარიათ რომ მათი გუნდი იგებს, მათი გუნდი კარგად თამაშობს, აი ესე უნაცვლებენ ერთმანეთს ხან გუნდის სახელს, ხან მოთამაშეების და ამით იქცევენ თავს, ამით ამყნევებენ თავის გუნდს და გუნდიც რა თქმა უნდა არ უცრუებს იმედებს დღევანდელ შეხვედრაში საკმაოდ კარგად ირჯება ლელო სარასესი და იგებს ჯერჯერობით ამ მატჩს. გელა აფრასიძე ბურთით ხელში შეგახსენებთ მას ეკუთვნის ლელოს მიერ დაგროვილი 10-ვე ქულა. თავისუფალი დაუსტვინა მსაჯმა, რისთვის ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ ადრე შესვლისთვის, აქ ხეცოიძე და ცუდი პასი. აი სად დაუშვაში მოდი ნუ ვიტყვით რომ ეს შეცდომა ქრონიკულია ხეცოიძის მხრიდან და ალბათ ის ამას გამოასწორებს, მაგრამ 13 ნომერს ალბათ აი ეს უნდა კონდეს ერთ-ერთი ძალიან ესე ჭარბად მომადლებული ეს კომპონენტი ბოლო პასი, ან თუნდაც ბოლოს წინა უნდა კონდეს ძალიან ზუსტი, რომ გარღვევაზე გაიყვანოს თავის თანაგუნდელი, როგორც წესი, გარემარბი და ამ ზუსტმა პასმა უნდა გადაწყვიტოს ბევრი რამ და წვეს კიდეც უმაღლეს დონეზე, აი ამ შემთხვევაში ხეცოიძის პასი ნამდვილად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ისევ სამკაციანი დერეფანი. ავარტკილაძე მიქვე ადგილზე მოიგო, ჩამოუგდო. ეს ტრადიციული სურათია უკვე ქარუხნიშვილი წავიდა, შებოჭეს, გაიარა რამდენიმე მეტრი, ახლა უკვე აზალაძეა, წავიდა ძირს დაბალი პოზიციით შეუტია და მისმა ვიზავი 7 ნომერმა ბერიაშვილმა კარგად შებოჭა, ეს უკვე მასხარაშვილია, გაიარა უპირატესობის ხაზი და შეინარჩუნა ბურთი. ქარუხნიშვილი მიეძალა და
მანაც მოიგო, მაგრამ ბევრი ვერა, ალბათ 1 მეტრი იმ წერტილიდან, საიდანაც წეღან წამოვიდა ბურთი. ჭინჭარაული შემოუტრიალა, კარგად თავარქილაძეს და გაძვრა. გაძვრა 8 ნომერი მიყვება თავად ჭინჭარაული. უბრალოდ ბურთის ამოგდების საშუალება აღარ ქონია გუნდის მოთამაშე მწვრთნელს, ამიტომ შეინარჩუნა, აღარ გადაწყვიტა იქ მოსტროლა და დაკარგვა ბურთისა, ამჯობინა შენარჩუნება და ალბათ სწორადაც მოიქცა. არ იყო იქ ნამდვილად ოფლოუდის გაკეთების შესაძლებლობა. შემდეგ აზალაძე ეძალება. ეპიზოდი კი მთავრდება იმით, რომ ჯარიმაში აღმოჩნდნენ ლელოელები. საჯმა მიუთითა, რომ კარში უნდა დაარტყას არმიამ ეს ბურთი, ხოლო ჯარიმის ხასიათზე ვილაპარაკოთ, მას შემდეგ რაც საჯის ჟესტს შევხედავთ. ზუსტად ვერ გეტყვით რა დარღვევასთან მქონდა ადგილი. საქმე ვერ გეტყვით. არ ვიცი. ფაქტია, რომ ჯარიმა დაინიშნა, ესეთი გაპროტესტების მცირე მცდელობა ჰქონდა ლელოელებს, ბევრი არ უკამათიათ, არც აქვს აზრი რა თქმა უნდა მსაჯთან კამაც. დაინიშნა ჯარიმა, რომელმაც უკმაყოფილება გამოიწვია, აგერ ჩემს წინ ჯდომ ახალგაზრდა ტრიბუნებში. ბავშვებმა მთელი ძალის სცადეს ხელი შეეშალა დურჯუკაშვილისთვის ამ ბურთის გატანაში, მაგრამ არაფერი გამოვიდა და აი ასე ძალიან ლოგიკური ანგარიშით 10-10 დასრულდა ეს ამ შეხვედრის პირველი ტაიმი. შეიძლება ლელოს არასესის მცირე უპირატესობაზე საუბარი რიგ ეპიზოდებში, მაგრამ მთლიანობაში ალბათ ანგარიში ლოგიკურია და განგვაწყობს იმისთვის, რომ მეორე ტაიმში რაღაც კარგი უნდა მოხდეს. აი ამ იმედით გემშვიდობებით 10-20 წუთით.
ჩვენ დაუბრუნდით ავჭალის სტადიონს, ჩვენ კი არ საწავსულ ვართ, მაგრამ დაუბრუნდით, ასე ვთქვათ, სიტყვიერად. და ცოტა ხანში მას შემდეგ რაც თბილისის არმიაც გამოვა მოედანზე, ლელო სარასენსისა და არმიის დაპირისპირება განახლდება. პირველი ნახევრის შემდეგ შეგახსენებთ, რომ ანგარიში 10-10-ია, მოკლედ გეტყვით განვითარებული მოვლენების შესახებ, ჯერ ლელო სარასენსი დაწინაურდა აფრასიძის ჯარიმით, შემდეგ არმიელებმა ლელოთი უპასუხეს და კალანდაძის ლელო გარდასახარა ურჯუკაშვილმა 7-3 გაიყვანა თავისი გუნდი წინ, შემდეგ ჯარიმა, უბრალოდ ლელო გაიტანა აფრასიძემ და თავადვე მიაყოლა გარდასახვა 10-7 და საბოლოოდ ტაიმის მიწურულს უკანასკნელ წამზე ურჯუკაშვილმა გაიტანა კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა, გახადა ანგარიში 10-10, ჯარიმა შეასრულა და ასე დამთავრდა 40 წუთი. აქვე გეტყვით თუ როგორ დამთავრდა 40 წუთი ბათუმში, სადაც ადგილობრივი გუნდი ყოჩებს ხვდება, 6-3 მოიგეს მასპინძლებმა, იქ როგორც ჩანს არც თუ ისე კულაუხვი მატჩი მიმდინარეობს. ვერ ვიტყვით რომ ძალიან ბევრი აქ გავიდა, მაგრამ ორი ლელო უკვე ვნახეთ რამდენიმე ძალიან მწვავე შეტევა და ლამაზი გარღვევა, ვნახეთ ბოჭვები, ვნახეთ ბრძოლა და იმედს გვიტოვებს, როგორც უკვე გითხარით, პირველი ტაიმის დასასრულში და მეც ვიმედოვნე რომ ეს ანგარიში ჩვენ რაღაცა კარგ შემოგთავაზებს აგერ უკვე მეორე ნახევარში. ეს ის თოფია, როგორც იტყოდნენ თეატრალები, რომელმაც მეოთხე აქტში უნდა გაისროლოს. ჩეხოვის თოფზე მაქვს ლაპარაკი. ახლა კი განაახლებენ თამაშს ლელოელები, დაიწყეს პირველი ნახევარი არმიელებმა, მარჯვნივ არიან ჩვენგან არმიელები, მარცხნივ ლელოელები და ლაშა ხმალაძეა ბურთით ხელში. შოთა თევზაძე მთავარი მსაჯი, სულხან ჩიხლაძე და ილია საჯაია მას ეხმარებიან, ნოდა რობიტაშვილი მეოთხე მსაჯი და გრიგოლ ქერაშვილი კომისარი. დაიწყო შეხვედრა მაღალი დარტყმით, რომლისთვისაც ბრძოლა სრულიად რეალური იყო, მაგრამ მაინც ჩაუვარდათ ბურთი უბრძოლველად არმიელებს, გიგაურმა ვერ მიიღო, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეინარჩუნეს ბურთი და მახარაშვილის დარტყმული, რომელიც ბუბუტეიშვილამდე არ მივიდა, რადგანაც იქვე ახლოს გადაყვეთა ბურთმა კიდის ხაზი. გადავიდა იქით მშენებარე ტრიბუნებზე, რომელიც მალე ალბათ აშენდება და დამშვენდება. მოგეხსენებათ, ვემზადებით ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც გაისად გაიმართება და სწორედ ეს არენა უმასპინძლებს და უმაღლესი კლასის გუნდებს გპირდებით. პირადად მე მიუხედავად რომ მე არც ერთი არ ჩამომყავს, დარწმუნებული ვარ რომ გუნდები, რომლებიც აქ ჩამოვლენ, უმაღლესი სინჯის რაგს შემოგთავაზებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალგაზრდული გუნდები იქნებიან. ჩვენ ვნახეთ თუ როგორი იყო ლევანდელი გათამაშება, როგორი იყო შარშანდელი და ნამდვილად არაფერი არ აკლიათ იმ გუნდებს, რომლებიც ყოველწლიურად თამაშობენ ევროპის მსოფლიოს ჩემპიონატზე, იგივე სამხრეთული გუნდები, დიდები, იგივე ევროპული გუნდები და ასე შემდეგ. ეს კი გიორგი ჭყოიძეა ბურთით ხელში, ააგდებს ბურთს ბუბუტეიშვილი. ეს უკვე ასე თქვა ტრადიციული სურათი. ბუბუტეიშვილი ჭყოიძის დუეტი შესანიშნავია, ეს კი ურჯუკაშვილის ნამდვილად აღსანიშნავი ბოჭვა, რომლითაც ასე თქვა დომინანტი ბოჭვა, რომლითაც უკან დაახევინა ხეცოიძეს. უკან დაახევინება მაისურაძისთვის არც ისეთი იოლია, ამიტომ მან წაიწია წინ რამდენიმე მეტრით და შემდეგ შეცურებული ბურთი, რომელსაც მიყვება ბარკალაია, მაგრამ დიდი არაფერი გამოდის ამ შემთხვევაში ლელოს დარტყმულს. ეს ურჯუკაშვილია დარტყმით მოიშორა, ერთი მცველი მესხს გაატანა ბურთი და ეს უკანასკნელი შებოჭეს ისე რომ წინ გადაუვარდა ბურთი და ასე დასრულდა. აი ეს თითქოს ერთი შეხედვით სახიფათო შეტევა. მერკულიშვილის განზე წაღებული ბურთი, შემდეგ გაკეთებული პასი, რომელიც არ იყო. ზუსტად აი ამ ერთმა პასმა დააგდო ტემპი, დააგდო დინამიკა ამ შეტევისა. მართალია, შემდეგ ურჯუკაშვილმა ბრწყინვალედ გააგრძელა და ფიზიკური ჯანის ხარჯზე მოახერხა უწყვეტობის შენარჩუნება, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაიკარგა ეს ბურთი. მესხია დაშავებული თბილისის არმიას გარემარბი დავით მესხი. სერიოზული არაფერია, წამოდგა. მისი გამორჩევა საკმაოდ იოლია. მარჯვენა ფეხი შეხვეული აქვს მუხლზემოთ და თავზე ესეთი კიკინა გაუკეთებია. თუმცა როგორც ჩანს გამოდის მოედნიდან, რადგანაც უკვე აი ამ სახვებს იხსნის
და მის ნაცვლად ერთ-ერთი არმიელი შედის, ეს ვარცები გაბუნია უნდა იყოს, კი ასეა. გიგი გაბუნია 21 ნომრით ითამაშებს დავით მესხის ადგილას. აი ახლა ვნახოთ რა გადანაცვლებები მოხდება. გაბუნია არ არის გარემარბი ამპლუით, ის არის უფრო 10 ნომერი შუამარბი. საინტერესოა სად და როგორ დადგება ახლა გიგი გაბუნია. გიგი გაბუნია დგება ისეთ ადგილას, ისე გაემართა მონდომებით უკან, რომ ალბათ ფულბეკის პოზიციას დაიკავებს, ხოლო ვინც ფულბეკი იყო მერკვილიშვილი, ფრთაზე დადგება. ეს გასაგებია. გავერკვიეთ იოლად სიტუაციაში. მერკვილიშვილიც იყო ჩვენს წინ ჩატარებულ მსოფლიო თასზე, მანაც ითამაშა გარემარბის პოზიციაზე და სხვათა შორის რამდენიმე მატჩში საკმაოდ კარგი შტაბ-ეჭდილება დატოვა. აფრასიძე შეაგდებს, ბურთს შეაგდო კიდეც და როგორც ჩანს, კარგად გამოასწორეს შერკინების პრობლემები არმიელებმა და ბოჭვა, რომელსაც მოველოდით ჯიმშელაძე ტონუსშია დღევანდელ შეხვედრაში, რამდენიმე მართლაც კარგი ბოჭვა გააკეთა დროული და წესების ფარგლებში. აი ესეც ერთ-ერთი მათგანი იყო, უბრალოდ მანამდე გადაუვარდა ხეცოიძეს ბურთი წინ. შერკინება იქნება, ცვლილებას აჩვენებს მსაჯი ლელო სარასენსის მოთამაშეებს. ეტყობა ლელოელები ცვლიან ვიღაცას. მაისურაძე. ზვიად მაისურაძე გადის. მის ნაცვლად მოედანზე შემოვა. ჯერჯერობით არავინ შემოსულა, მაგრამ აუცილებლად ვინმე შემოვა. გადანაცვლება კი სავარაუდოდ იქნება ასეთი, ბუბუტეიშვილი დადგება 8 ნომრის პოზიციაზე. 7 ნომერს დაიტოვებს ცისკარა ბერიაშვილი და ზვიად მაისურაძის არა, უკაცრავად ეს არა ცვლილება, არამედ კი, ცვლილება. ყვითელი ბარათი არ დამიერა. ნოდარ ჭეიშვილი მეორე ხაზელია. ამიტომ მოხდა ასეთი რამ, მეორე ხაზში შევიდა ჭეიშვილი, ხოლო 4 ნომრით მოთამაშე ხორბალაძე გადავიდა ფლანკერის პოზიციაზე. აი ესეთი მოკლედ ჩაიხლართა სიტუაცია, მაგრამ გაურკვეველი მაინც არაფერი დარჩა. მე მგონი ყველაფერი ცხადია, იმასთან ერთად რომ ბექა ურჯუკაშვილი 45 მეტრიდან კარში დარტყმას აპირებს. მისი გადაწყვეტილება გასაგებია, კარგი დამტყმელია, ძლიერი ფეხი აქვს, შორიდან ურტყამს, დღეს მით უმეტეს 2-დან 2 დარტყმა ზუსტად შეასრულა და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მას ჰქონდეს თავის იმედი, თავდაჯერებული იყოს და ეს დისტანცია მე მგონი მისთვის დიდ არაფერ სირთულეს არ წარმოადგენს. თავარია აი ქარი როგორ შეუწყობს ხელს, ხომ არ შეუშლის პირიქით და როგორ მოერგება აი ამ დარტყმას, როგორ მიუმარჯვებს ფეხს. თუ გაიტანს მოგერ შეგახსენებთ, რომ ანგარიში საყაიმოა 10-10 და თავის გუნდს წინ გაიყვანს 3 ქულით. ცირე პირქარია მის წინ. მანძილი აბსოლუტურად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ბოლოში კი შეანელა ცოტა ბურთმა ფრენა, მაგრამ იმდენად არა რომ ძელს ქვემოთ გასულიყო, მოხდა ზედა ხარიხას და მაინც გადაგორდა სამქულიანი ზღვარის მიღმა. ასე გახდა ანგარიში 10-13 არმიას სასარგებლო. 13-10 უკაცრავად არმია დღეს მასპინძელია, არ დაგვავიწყდეს ეს. ლაშახმალაძე პირველი ამ შემთხვევაში უკვე არმიელებმა გახსნეს ანგარიში. მეორე ტაიმში და უკვე ჯერი ლელოზია. თავარდქილაძე იბრძვის. შეინარჩუნა საკუთარ 22-ში ბურთი. მახარაშვილმა მოძებნა ჭინჭარაული და ამ უკანასკნელმაც ისე რომ არც დაფიქრებულა პირდაპირ აუჩი დაარტყა. გიო, ერთი ჩაყრა მოგვერა. ლელოს დერეფანი 30 მეტრში მეტოქის ჩათვლის მოედნიდან. ისევ შეამცირეს სხვაობა, ორივე გუნდი მიმართავს ამ ხერხს, არასრულ შერკინებას აყენებს დერეფანში, იმისთვის რომ მანევრირების საშუალება მეტი იყოს და უფრო მძლავრი მოთამაშეები ჩაერთონ უკანა ხაზში.
ჭყოიძე ბუბუტეიშვილი ისევ ჭყოიძე ბუბუტეიშვილის ხსენება ხშირად მოგვიწევს როგორც უკვე გითხარი ეს კარგი იყო ნამდვილად შტამბეჭდავი დარტყმა განახორციელა ჯულუყაძემ შემდეგ კარგი მიძალება რომელიც თავდება იმით რომ ბურთი დაკარგეს ლელოელებმა და კონტრიერიშის შანსი გაბუნია გძელი პასი და ცუდი პასი ურჯუკაშვილს რადგანაც მას მიუხედავად იმისა რომ ძალიან საკმაოდ მაღალია ამის მაინც მაღლა ახტომა მოუწია ამ ბურთის დასაჭერად მახარაშვილი აქ პირდაპირ დარტყმა შეიძლება კიდეზე თუმცა ამ უფლებას არ იყენებს მახარაშვილი დაარტყა ისე რომ ჩავარდა მოედანში აქ ქარმა შეუშალა დარწმუნებული ვარ ამაში შემდეგ დაეუფლა მას პირველად ამ შეხვედრაში ჭეიშვილი და გძელდება შეტევა მარცხენა ფლანგზე კარგი სისტრაფით მიდის ტაბუცაძე წინ ამოაგდო ბურთი გძელდება იერიში და აღარ გძელდება რადგანაც დაიკარგა ის ბურთი რადგანაც გადაუვარდა ის წინ ზაალიშვილს შემოსულია მოედანზე უკანა ხაზში სავარაუდოდ ბარკალაია ადგილზეა ვის ვერ ხედავთ და ეს არის საინტერესო გასაგებია ჯონი ხეცურიანი 12 ნომრიანი მაისურით აღარ არის მოედანზე ხოლო მისი ადგილი დაიკავა 15 ნომრად მოთამაშე ოთარ ბარკალაიამ ზაალიშვილი კი 15 ნომრის პოზიციაზე ასპარეზობს ეს ამბავიც გავარკვიეთ არმია შერკინება აქვს საკუთარ 22-ში შავლეგ მახარაშვილი კლავაც ბურთით ხელშია და დაცვითი შერკინების გამართვა მოუწევს ახლა არმიელებს აქედან შეტევა ნაკლებს სავარაუდოა მით უმეტეს რომ ანგარიში ისეთია სათუოა ალბათ ურჯუკაშვილს გადააწვიან ბურთს ან ჭინჭარავულს ორივე კარგად ხმარობს თავის საკმაოდ მძლავრ ფეხს და რაც შეეცლებიან რაც შეიძლება შორს გადაიტანონ თამაში იმისთვის რომ საფრთხე აირიდონ თუმცა შერკინება ჯერაც უშედეგოდ მთავრდება შოთათევზაძე დარიგებებს აძლევს როგორ უნდა ჩამოყალიბდეს შერკინება ქარი კი გაძლიერდა აი ახლა როდესაც ვაკვირდები მიდამოებს ხეებმა ბევრად უფრო ენერგიულად დაიწყეს რხევა ვიდრე მატჩის დაწყებისას როდესაც ისეთი შეიძლება და სიოც კი გვეწოდებინა ქარისთვის ახლა ნამდვილად უკვე სერიოზულ ქარად გადაიქცა რამაც დაღი დაასვა ამ შეხვედრას პირველ რიგში ალბათ ეს ხელშეუშლის პირქარში მოთამაშე გუნდს ეს არის არმია რომელიც პირქარში უტევს კარის საწინააღმდეგო თუმცა შეიძლება პრობლემები შეუქმნას ასევე ლელო სარასენსას განსაკუთრებით დარტყმების დროს შეიძლება ცოტა ზედმეტად ჩორს წაიღოს მისი ბურთი კიდევ ერთი მცდელობა შერკინების ჩამოყალიბებისა ისევ და ისევ რაღაცით უკმაყოფილოა მთავარი არბიტრი ყოვნია, საკმაოდ სერიოზული ყოვნია შეხვედრაში აი ამ ერთი ეპიზოდის განმავლობაში. იქით აქტიურად ხურდებიან ლელოს მოთამაშეები. არმიის მოთამაშეებს კი ვერ ხედავ. სულ 1-2 კაცი ხურდება ლელოს მოედანში. მოგეხსენებათ, წესი ასეთია, გუნდი რომელიც ემზადება შეცვლის გასაკეთებლად, მარკაფის მოთამაშეები ხურდებიან მხოლოდ და მხოლოდ მეტოქის ლელოს მოედანში და მის უკან ვინაიდან არ აქვთ უფლება საკუთარ ლელოს მოედანში გახურების. რადგან აქედან შეიძლება ცუდი ზემოქმედება იქონიონ თამაშზე. აი ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ რომ ეს შერკინება მაინც შედგება და შედგა და ნახეთ ის რასაც მოველოდით რადგანაც არმიის შერკინება მართლა ძალიან ძლიერია და ეს მტკიცდება აი ამ მიწოლით სანამ ჯარიმა არ მოიპოვეს ბურთი არ გამოიტანეს აი ახლა და ცუდი პასი რომელიც როგორც ჩამბობს მსაჯი არ იყო წინ თამაში რომელსაც არ მოყვა წინ თამაში თუმცა ახლა ბოლოს მაინც შეაჩერა ეს შეხვედრა და ჯარიმა დანიშნა ეს უპირატესობას კი მართლაც შთამბეჭდავი იყო. პირველ ტაიმში ჩვენ ნახეთ რომ რამდენჯერმე დაჯაბნა ლელოს არასენსმა მეტოქე მიწოლაში, არ ვიცი რა შეცვალეს. მოთამაშე რომ არ შეუცვლიათ ფაქტია, შეცვალეს რაღაცა არმიის მოთამაშეებმა, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა მათი მიწოლა შერკინებაში.
გაუძახე რა 3 ნომერი. ნუ ჩავალთ ახლა განსაკუთრებით დეტალებში თუ რა შეცვალეს. გამოდის და უძახები. მათ წინდისზე იყოს, ასე ვთქვათ. კიდევ ერთი მორკინალი გამოდის არმიის შემადგენლობაში 25 ნომრით. დავით ბარბაქაძეა, რომელიც პირველ ხაზში უნდა ჩაერთოს. აი ახლა თვლიან, არა და ასეთი მიწოლის შემდეგ ბურჯის შეცვლა თუ არა ტრავმა ალბათ ალოგიკური იქნებოდა. მაგრამ კელენჯერიძე ტოვებს მოედანს და მის ადგილს იკავებს ბარბაქაძე. ასევე შეცვალეს პირველი ხაზი, რაც უფრო გასაგებია რევაზ დუგლაძის შემოყვანა გიორგი ქართველიშვილის ნაცვლად, მე-3 ნომრები შეცვალა ორივე გუნდმა. და დერეფანი არმიის სასარგებლოდ მოგეხსენებათ, აქ ბურთი გადავიდა სპეციალურად დარტყმის შემდეგ, განზრახ დარტყმის შემდეგ, ჯარიმიდან ეკა ურჯუკაშვილმა ამოიტანა თამაში ცენტრალურ ხაზამდე და ისევ ზურიკაშვილი ააგდებს დერეფანში ბურთს. არა ჭეიშვილის გამოსვლა უკვე დერეფანს კარგად დაეთყო, არც აქამდე ჰქონდათ საკუთარ დერეფანთან პრობლემები ლელოელებს, რადგანაც ბუბუტეიშვილი ჭოიძის ტანდემი მშვენივრად მუშაობდა, მაგრამ აიგერ უკვე მეტოქის ბურთების წამოღებაც დაიწყეს, როგორც ჩანს, ჭეიშვილი მართლაც ძალიან დიდი ძალაა ამ საქმეში, ეროვნული ნაკრების წევრია, ყველაფერს თავი დავანებოთ. აქ ერთი დარტყმა, ერთი რქენა ახლად შემოსული დუგლაძის შესრულებით და ჯარიმა. ჯარიმა იმის გამო, რომ გადაყრისას ჩავარდნენ რაკში ლელო სარასენსის მოთამაშეები და ბექა ურჯუკაშვილის შანსი. ცხადია, ის უკვე ბურთთან გაჩნდა, არავის დაანებებს აქ თამაშის განახლებას, რადგანაც მას მისდის დარტყმა, მისდის თამაში, რატომაც არა, თუ კიდევ 3 ქულას მოუტანს თავის გუნდს და 6 ქულით დააწინაურებს არმიას. აი აქ უკვე ქარი როგორც გითხარით გაძლიერდა თქო და აი აქ როგორ ზემოქმედებას მოახდენს, აი ეს არის საინტერესო. წინა შემთხვევაში თითქმის შეაფერხა ბურთი კარამდე, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გადაძალა. აი ახლა ვნახოთ რა გამოუვა ქარს ბექა ურჯუკაშვილის წინააღმდეგ. არმია კი ცვლილებას ამზადებს, დავით დაუშვილი უნდა გამოვიდეს 26 ნომრიანი მაისურით, მას რომ ასეთ მოთამაშეს რომ შეამჩნევთ, ესე იგი დავით დაუშვილი გამოსულა მინდორზე. ლელოს გულშემატკივრები ცდილობენ ხმოვანი უარყოფითი ხმოვანი სიგნალებით შეუშალონ ურჯუკაშვილს ხელი. ბექას დარტყმა კი მანძილის მხრივ უპრობლემო იყო, მაგრამ აი სიზუსტე დააკლდა და ანგარიში კლავად რჩება 13-10 არმიას სასარგებლოდ. თუმცა ახლა დაარტყამენ ლელოელები ბურთს და ისევ არმიას ჩაუგდებენ ხელს, თუ ისეთი არ დაარტყა ხმალაძემ, რომ კლავაც მათ იბრძოლონ ამ ბურთის მოსაპოვებლად. ორმაგი ცვლილება არმიას შემადგენლობაში 16 ნომრით სანდრო ქიტუაშვილი გამოვიდა კვაჭის პოზიციაზე ალბათ. 16 ნომრები ძირითადად კვაჭები არიან ხოლმე, ასე მივეჩვიეთ, მიხეილ ზურიკაშვილი უნდა გავიდეს წესით მოედნიდან, 26 ნომრის დაუშვილის შემოყვანას კი არ ჩქარობს წვნელი. ბურთი კარგად დაიჭირა მახარაშვილმა, შემდეგ ურჯუკაშვილმა მაღალი დაარტყა და გადაუვარდა წინ ხმალაძეს. არ უშლიდა არადა მას არავინ ხელს, შეეძლო უფრო ზუსტად მიდგომოდა ამ ბურთს, ვერ დაიჭირა, გადაუვარდა, ტექნიკური წუნი დაუშვა და შერკინება არმიას სასარგებლოდ. და ისიც გავიხსენოთ ახლა როგორ დამთავრდა უკანასკნელი შერკინება და მე მგონი არ არის თული მისახვედრი, რომ არმია აქ ჯარიმის მოპოვებაზე ითამაშებს. ახარაშვილია ბურთით ხელში, შეაგდო. დატრიალდა შერკინება, თავარდქილაძემ აიტაცა და შემდეგ დაჯარიმდა. დაჯარიმდა არა თავარდქილაძე, არამედ ძირს დაქაჩვისთვის პირველი ხაზის მოთამაშე არმიისა,
როგორც ჩანს, მაგრამ ცოტა დაგვიანებით დაუსწინა მსაჯმა, ამიტომაც ვერ მივხვდით, ვიფიქრეთ თავარდკილაძემ დაარღვია თქო რაღაცა წესი, მაგრამ არა, თავარდკილაძე წესების სრული დაცვით თამაშობდა. აი ქარი რაში გამოადგა ახლა ხმალაძეს, დაუმიზნა კიდეს, არ თუ ისე დიდი ძალი დაარტყა და დანარჩენი საქმე უკვე დინებამ გააკეთა. ჩავიდნენ საკუთარი ნახევრიდან მეტოქის 22-მდე ლელოელები და აი აქ იქნება მათი დერეფანი, აქამდე თუ ბუბუტეიშვილი წინავდა დერეფანში, ახლა უკვე ჭეიშვილის დაემატა ამ საქმეს და 2 წერტილი ექნება ძალიან ძლიერი დერეფანში ლელოელებს. შეიძლება აქედან ამის გამოძახილიც არის ის, რომ უკვე ამჯერად სრული შერკინება დადგა 8-ვე მოთამაშე დერეფანშია. აქამდე თუ სივრცით ლავირებდნენ ლელოელები და მოძრაობდნენ აქეთ იქით და ბუბუტეიშვილი ხან ერთ წერტილში იგებდა ხან მეორეში, ახლა 2 წერტილია ესეთი ძლიერი და მოქმედი. ბუბუტეიშვილი ახლა ისევ პირველივე კაცეს ის ტრაპეზე გააკეთეს აქცენტი, დააყენეს მოლი, შეუტიეს, დაიშალა ეს მოლი, მას შემდეგ რაც გაიარა 1-5 მეტრი და ახლა უკვე ხელდახელ მოუწევთ შეტევა სტუმრებს. ერთი ბიძგი კარგი იყო, გადაძალეს მეტოქე ცოტა, შემდეგ ბუბუტეიშვილი ადგილზე აათამაშა, ფეხები შეიკუნტრუშა და შეუტია, არ გამოუვიდა. კარგად დაუხვდნენ მეტოქეები. მარცხნივ პასი. ხმალაძე თვითონვე გაამწვავა და კარგად ამოუწია ხაზი, ახლა რომელი იყო ზუსტად თორცები ჭინჭარაული. შემდეგ ისევ ბუბუტეიშვილი. ეს უკეთესი იყო ეს მიძალება. აფრასიძე თვითონვე წავიდა, კინაღამ მეორედ გაექცა და სადამოაგდო ახლა ბურთი აფრასიძემ. ურჯუკაშვილი განმუხტავს როგორც ჩანს აქ სიტუაციას, დარტყმა არ გადადის, ისე დავარდა რომ შეიძლება ისევ არმიელს ჩაუვარდეს და თვითონ ურჯუკაშვილი იგდებს ბურთს ხელში. არაგვიანებს ჯიმშელაძე გადაყრას. ცენტრებმა კარგად ითამაშეს და შეუტია თქო მინდოდა მე თქო არმიამ, მაგრამ ვერა. ვერა, იმიტომ რომ პასი არ იყო მახარაშვილისა რბილი და ზუსტი. აფრასიძემ კი კინაღამ დუბლი გაიფორმა ჩვენს თვალწინ ამ შეხვედრაში, სად გაეპარა 9 ნომერი, კარგი დაქნევა გააკეთა, შეძრა და შემდეგ უბრალოდ იმის იმედად რომ ბრმა დამოაგდო ბურთი, იმის იმედად რომ ვიღაცა აუცილებლად მიყვებოდა კუჩში. მაგრამ არა, არავინაც არ მიყვებოდა, ბექა ურჯუკაშვილი იყო, შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები ვნახეთ. მაღალი დარტყმული ვერ დახვდნენ, ქარმაც იმოქმედა ამ ბურთზე, შეაჩერა, დავარდა ძირს მოედანზე და უკანვე ახტა. ჩაუვარდა ურჯუკაშვილს და საბოლოოდ რითი დამთავრდა ზუსტად რო გითხრათ, ვერ გეტყვით, რადგანაც არ ვიცი საბოლოოდ როგორ განსაჯა, წინ თამაში ხომ არ დაუსწინა მსაჯმა, ან ჯარიმა, ან რამე ამის მსგავს. მე მგონი წინ თამაში იყო არმიელთა მხრიდან. აი ახლა გავიდა მასხარაშვილი მოედნიდან და მისი ადგილი დაიკავა დაუშვილმა. 6 ნომერი გავიდა და 26 შემოვიდა. არა, წინ თამაში იყო ლელოს მხრიდან, შემდეგ დაკარგეს ბურთი არმიელებმა, აი როდესაც ცუდი პასი გააკეთა მახარაშვილმა, თორემ ის შეტევა შეიძლება გაგრძელებულიყო კიდეც რომ დაეჭირა ბურთი მახარაშვილის თანაგუნდელს. შერკინება არმიისა. შეაგდო მახარაშვილმა ბურთი, მოთხოვა თავარდკილაძეს ბურთი, უბრალოდ ცუდი პასი მიიღო და ურჯუკაშვილი. შემდეგ გაბუნია, გაატანა ჯიმშელაძე, შემდეგ მერკვილიშვილი წავიდა განზე. კაბუცაძე კარგად ბოჭავს. ინარჩუნებს მერკვილიშვილი ბურთს. კარგი იყო აქ ჭინჭარაული, დროულად დაინახა, გამოტოვა ის კაცი და ვიც უნდა გამოეტოვებინა და ეს პასი ნამდვილად არ ვარგოდა, მაგრამ კალანდაძე საქმეშია. ჭეიშვილმა და კიდევ ერთმა ლელოელმა შებოჭეს კალანდაძე. ბარბაქაძე ბუბუტეიშვილს ასგზის ტაში. კარგი იყო, კარგად უტევენ არმიელები. აქ აღარ გაატანა ფრთაზე თანაგუნდელს გაბუნიან ბურთი. ჭინჭარაულის დარტყმა და აუტი მეტოქის 22 მეტრიანი ზონის სიახლოვეს. აქ ბუბუტეიშვილის ბოჭვას კიდევ ერთხელ სიამოვნებით ნახავდი. ბარბაქაძემ ბურთი მიიღო, მოემზადა იმისთვის რომ ვიღაცა უნდა უბრალოდ გადაეთელა, მაგრამ
არანაკლები დახვდა წინ ბუბუტეიშვილის სახით. ძალიან კარგად ტექნიკურად პირველ რიგში ძალიან კარგად შეასრულა ეს ბოჭვა ბუბუტეიშვილი. ისევ და ისევ გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს მატჩი, უტევს არმია, უტევს ლელო. გადაწონის, გადმოწონის სასწორი. ქულამ მხოლოდ 3 გავიდა, რაც მეორე ტაიმი დაიწყო და ძირითადად მატჩი მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ორთაბრძოლის ნიშნის ქვეშ. 17 ნომერი რეზი მარგალიტაძეა ლელო სარასენსის შემადგენლობაში, ის ვინც მოედანზე შემოვიდა და ზურა ჯულაყიძე გავიდა ამ გუნდის პირველი ხაზიდან, პირველი ნომერი. ჭოიძე კი აგდებს ბურთს ისევ ბუბუტეიშვილზე, ისევ ზუსტია 6 ნომერი და ლელოს მოლი. მოლი, რომელიც არც თუ ისე ცუდია, თითქოს ბურთი უნდა გამოეტანათ, ამითი მეტოქეც დააბნიეს და შემდეგ კიდე ერთი ბიძგი მიცეს. რამაც ეს დაახლოებით 10 მეტრი მოიგო, რაღა დაახლოებით უკვე 20 გახდება მალე ეს 10. ჯარიმა ყოველ შემთხვევაში ნამდვილად აქვთ ლელოელებს, ახლა შეუძლია შეუტიონ ხმალაძე თვითონვე გაძვრა. არა, ვერ გაძვრა, შეუტია, სურვილი კი ქონდა გაძრომისა. აქ დაუშვილს არ დაურღვევია თამაშის წესი. როგორც ჩანს, ლეგალურად აიღო ეს ბურთი, უბრალოდ მანამდე იყო ამ მოლის ჩაქცევისთვის ჯარიმა. ისევ ასე ვთქვათ სამედიცინო პაუზა. კაპიტანს უხსნის ახლა შოთა თევზაძე, თუ რა სახის დარღვევასთან ქონდა საქმე. ლაშა აზალაძემ მოისმინა დარიგებები, ახლა ის თავგუნდელებსაც გაუზიარებს. მოლი მართლაც ისეთი ძლიერი იყო, რომ მისი ასე ვთქვათ ლეგალურად შეჩერება რთული იყო. მაგრამ ამდენ ხანს დაცდევინებაც აღარ შეიძლებოდა, რადგანაც გავიდოდნენ ისინი ბოლოში. ამიტომ ნაკლები ბოროტება არჩიეს, ასე ვთქვათ, არმიელებმა ადრევე დაჯარიმდნენ, ვიდრე შორს წასულიყვნენ და იქ დაჯარიმებულიყვნენ. ლელოკი აგებს, სამქულას აგებს, მართალია, მაგრამ მაინც აგებს, უნდა შეუტიოს და უნდა გაათანაბროს ანგარიში ან წინ გავიდეს. თამაშის დრო ნელ-ნელა იწურება, მაგრამ ჯერ რა თქმა უნდა სათამაშო ბლომადაა. თუმცა მეორე ტაიმი მაინც უფრო სიჩქარის მომასწავებელია ხოლმე, მოითხოვს მეტ აჩქარებას, მეტ სიჩქარეს და მეტ სიფრთხილეს ქულების გაშვების ამბავში. აგდო ჭოიძემ ისევ ბუბუტეიშვილი ხტუნავს ყველა წერტილში, რომელიც კი გაუხარდება და ჭეიშვილი პოულობს, უკაცრავად ჭოიძე პოულობს მას ნებისმიერ ადგილას. ალბათ გუნდი, რომელიც აი ამას გაშიფრავს ლელო სარასენსის დერეფანსაც. აი ამ ტანდემის მოქმედებას. აქ ჯარიმა იმის გამო, რომ რაკში ხელით თამაშობდა არმიას ერთ-ერთი მოთამაშე, აქ არ გამიკვირდება ყვითელი ბარათის რო აჩვენოს, რადგანაც ისე ელაპარაკებოდა წეღან კაპიტანს, რომ შეიძლება გაერთხილებინა კიდეც მომდევნო ჯარიმა ყვითელი ბარათით დაისჯებაო. ნახოთ ველოდებით. კი, ასეა. არ ვიცი, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, რომ წინაზე რა უთხრა, მაგრამ ფაქტია, რომ აქ არც თუ ისე სერიოზული დარღვევისთვის, რაკში ხელი თამაში სერიოზულია, მაგრამ ისეთი ძალიან არა, რომ პირდაპირ ყვითლით აგდებდნენ. როგორც ჩანს, განმეორებადი ჯარიმების გამო დაისაჯა თუ არ ვწდები ეს ერთ-ერთი ბურჯი როა ცხადია, მაგრამ სამწუხაროდ სახეზე ვერ ვცნობ. ნომერს როგორც კი შევიტყობ აუცილებლად მოგახსენებთ. ლელო სარასენსმა კი მოიპოვა უპირატესობა. შეეძლო სრულიად თავისუფლად დაერტყა კარში და მოეპოვებინა 3 ქულა, არ იყო რთული დასარტყმელი პოზიცია და აი თუ გაიშიფრა მართლა ეს სიტუაცია, ის რაზეც მე ვისაუბრე.
კინაღამ აართვეს ახლა ბურთი. არა, რაღა კინაღამ აართვეს. კინაღამ სულთან აართვეს, უბრალოდ ორთაბრძოლაში დაკარგეს ლელოელებმა ბურთი და ახლა არმიელთა დერეფანი იქნება. არა და ლელომ ითამაშა ლელოზე უკაცრავად ამ განმეორებისთვის. ლელო შეეძლო მოეპოვებინა 3 ქულა, გაეთანაბრებინა ანგარიში, მაგრამ იგრძნო რომ ეს იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც კაცნაკლული მეტოქე უნდა დაეჩაგრა, მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ არ გამოვიდა, კოვზინაცარს ჩაუვარდა და ახლა დერეფანში თამაშობენ არმიელები, ცუდად მართალია, თუმცა მერკვილიშვილმა ეს ბურთი გადაარჩინა. გადაარჩინა და ახლა ნახევარი არმია ამ რაგშია ჩათრეული, აქ ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს ის არის რომ ბურთი უნდა დაირტყას და აუცილებლად კიდეზე. ასეც მოხდა, გადავიდა კიდეზე, უბრალოდ მანამდე რამდენჯერმე დაეცა მოედანში და ეს მიუტევებელი შეცდომა მიუტევებლად თუ არა ყოველ შემთხვევაში შეცდომად შეიძლება ჩაუთვალოთ ტაბუცაძეს, რომელსაც ეს ბურთი უნდა აეღო, რადგანაც მთელი არმია კონცენტრირებული იყო იმ კუთხეში, შორეულ კუთხეში ჩვენგან. იმის გამო რომ იქ დაიკარგა დერეფანში ბურთი, დერეფანი კიდევ ერთი იქნება ლელოელთა ოღონდ 20 მეტრით უკან, აი ახლა ბუბუტაიშვილი ზუსტი იყო, შემდეგ ხმალაძე თვითონვე წავიდა, პასი ხეცოიძეს, ხეცოიძემ ერთი ბოჭვა გაარღვია, მაგრამ ჯიმშელაძემ დაარღვია რა წინვალია დღევანდელ მატჩში ჯიმშელაძე, ჭეიშვილი წავიდა ძირს, ეს ტანმაღალი კაცი უფლება ჰქონდაო მსაჯი ამბობს, არა, არ ჰქონდაო შემდეგ თქვა. კალანდაძემ დიდხანს უყურა, მე ამას ვაკვირდებოდი, სხვათა შორის ჩასაფრებულ პოზიციაში იყო კარგახანი, როდის მოკიდებდა ბურთს ხელს აფრასიძე, ჩათვალა ეთყობა რომ უკვე ლეგალური იყო შეტევა მასზე, შეუტია და დაჯარიმდა შოთა თევზაძის მიერ. თავიდან თითქოს არ იყო არაჩვენა თევზაძე, მაგრამ თანამსაჯის მითითების შედეგად დანიშნა მაინც ეს ჯარიმა. და კიდევ ერთი დერეფანი ლელოს არასენსის შესრულებით არ დაგვავიწყდეს რომ ბურჯი აკლია არმიას ძალიან არა ბურჯი არა კვაჭი მიხეილ ზურიკაშვილი ყოფილა გაძევებული 10 წუთით მოედნიდან სიმძიმე მასა აკლია არმიას რაც იმას ნიშნავს რომ დადგომა ბევრად უფრო გაუჭირდება მოლის წინ მაგრამ ასეთი ბიწყდება აქ ვისი იქნება ბურთი ფრენბურთი და საბოლოოდ მახარაშვილის დარტყმა რომელმაც ნაწილობრივ განმუხტა სიტუაცია ქარუხნიშვილმა უნდა გააკეთოს ბოჭვა ვერა მაგრამ თანაგუნდელებმა წამოუსწრეს და აქ თავარდქილაძე იბრძვის ამ ბურთისთვის არ უშვებს აქედან აშკარად ჩანდა რომ ბურთს არ უშვებდა ჩიტიძე აქ ჯარიმის დანიშვნაზეც შეიძლებოდა ლაპარაკი მაგრამ საბოლოოდ დაინიშნა შერკინება იმის გამო რომ ლელო იხევდა უკან შემდეგ ბურთი გახდა უქმი და საბოლოოდ გადაეცა მეტოქეს. არდა კარგი იყო ძალიან თავარდქილაძე, სასწრაფოდ როგორც კი შებოჭა, წამოხტა, მას ჰქონდა უფლება, ის იყო ბოჭავი, ჰქონდა უფლება რომ ეთამაშა პირდაპირ ბურთზე, ასე ვთქვათ, იმ დერეფანში შემოუსვლელად, რომელიც საერთოდ მოეთხოვება მოთამაშეებს, რომლებიც არ ამბოჭავები არიან, ეს წალკე წესი ამაზე ამ ჩემზე ალბათ უკეთ მოგეხსენება, თუმცა შემდეგაც შეიძლება საუბარი. და შერკინება არმიისა. თავარდქილაძე არ დაგავიწყდეთ რომ თან მწვრთნელია გუნდისა და ესე განსაჯა ეს სიტუაცია, გაიყვანა ბურჯი იყო საჭირო, პირველი ხაზის მოთამაშე იყო საჭირო, ამიტომ უბრალოდ მოუწია ერთ-ერთი მოთამაშის, კერძოდ კი დაუშვილის შეწირვა სვერპლად, იმისთვის რომ პირველი ხაზი სრულად დაეკომპლექტებინა. დიტო კალანდაძე აწვება მესამე ხაზელის ადგილას, ძალავედ ეღიმება ესეთ გაბარიტებში აშკარა სხვაობაა მასსა და დანარჩენ მორკინალებს შორის. თუმცა თავისუფალი მოიპოვეს არმიელებმა იმის გამო რომ დროზე ადრე მიაწვნენ როგორც ჩანს შერკინებაში ლელოელები. უტევს არმია და ჯერჯერობით წინ არის. კარგი იყო გიგაური. შემდეგ შეტევას აგრძელებს არმია, აი აქ ამოგდება რამდენად უპრიანი იყო ვერ გეტყვით ჯარიმა იმის გამო რომ წინ თამაშის შემდეგ
ბურთიანზე წინ ყოფმა ითამაშა ამ ბურთზე. დაუვარდა წინ მახარაშვილს, მის წინ იყო მისი თანაგუნდელი, ამ თანაგუნდელმა სცადა ბურთის დაუფლება და სწორედ აქ დაუშვა შეცდომა და დაარღვია თამაშის წესი. კარში დარტყმაზე არც ფიქრობენ ლელოელები, ჯიუტად მიიწევენ ლელოს დასადებად. გასაგებია 50 მეტრი იყო, მაგრამ მე მგონი ქარი სწორედ მათ სასარგებლოდ უბერავს და შეიძლებოდა ამის გამოყენება. ასე თუ ისე მოიგეს ამ დარტყმით საკმაოდ მანძილი, შევიდნენ მეტოქის 22-ში და ახლა აქედან გიორგი ჭყოიძე აგდებს ბურთს. ჯერ არ გვინახავს ჭეიშვილის მოგებული ბურთი, ძირითადად ბუბუტეიშვილი ხტუნაობს ბურთებზე და საკმაოდ კარგადაც. მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი ყველაზე ესეთ მნიშვნელოვან მომენტში. აქ ბუბუტეიშვილმა მოიგო ჩამოყალიბდა მოლი, რომელსაც ძალიან ღირსეულად დაუხდა არმია. აიარეს წინ, აი ეს რას ნიშნავს ღერძის ცვლა, თითქოს კარგი იყო, უკან იხევდა ლელოს მოლი, მაგრამ შემდეგ შეუცვალეს ღერძი, შეუცვალეს მიმართულება, აი ახლაც იგივე ცდილობენ და წავიდნენ წინ. საბოლოოდ აი ამ ადგილას გავჩერდით, სადაც ახლა ეს უშველებელი ზედახორა, ბურთი ვისია, უბრალოდ თავარი ეს არის, ბურთი არის არმიის, რადგანაც მოლიდან ბურთი ვეღარ გამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ არმია კბილებით ებღაუჭება იმ სამქულიან უპირატესობას, რომელიც აქამდე მოიპოვა, ის ცდილობს, რომ შარშანდელი ფინალისტის ლოკომოტივის დამარცხების შემდეგ შარშანდელი ჩემპიონი ლელოც დაამარცხოს. ძალიან საკმაოდ ახლოს არის ამ მიზანთან, ვერ ვიტყვით რომ ძალიან, მაგრამ საკმაოდ სამი ქულას იგებს და თამაშის დამთავრებამდე არ რჩება დიდი დრო. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რამდენი, რადგანაც საჯის წამზომთან არ გვაქვს სინქრონიზაცია, მაგრამ ვიცით დაახლოებით მაინც რა დრო რჩება მატჩის ბოლომდე. ის წამზომი, რასაც თქვენ ეკრანებზე ხედავთ, არის პირდაპირი, ასე ვთქვათ, ასტრონომიული დრო, მიდის შეჩერებებისა და შეყოვნებების გარეშე, ხოლო საჯს აქვს თავისი სუფთა დრო, სათამაშო დრო, ამიტომ ჩვენ არ ვიცით რამდენი დარჩა წამზომზე შოთა თევზაძეს. პირველად გავიგონე, მე მგონი ამ დღევანდელ შეხვედრაში არმიის გულშემატკივრების ყიჟინა და აი აქ უკვე ნამდვილი ჯახი მოხდა ტრიბუნებზეც, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, ცალკე გულშემატკივრები იბრძვიან თავისი გუნდების გასამხნევებლად, ცალკე გუნდები იბრძვიან თავისი გულშემატკივრების გასახარად და აი ეს არის ნამდვილი სპორტი და ასეთი გვიყვარს ჩვენ. ჯანსაღი, ნამდვილი ჯანმრთელი რაგბი. მართალია ყოვნია, ამითი გაახურეს, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი და გუნდები გულშემატკივრებმა და შავლეკ მახარაშვილი ბურთით ხელში. 75 წუთია უკვე 9 ნომერს არ ცვლის ლაშა თავართკილაძე. საინტერესოა, რამდენი დარჩა ზურიკაშვილის დაბრუნებამდე. თავართკილაძე თავად არის ბურთით, ინარჩუნებს და შემდეგ გადაყრაც კარგი იყო, შემდეგ მახარაშვილი შეეძლო აქ პირდაპირ დაერტყა და დაარტყა კიდეც. ცხადია, აქ მოედანში ბურთის დატოვება არ იქნებოდა მაინც და მაინც ჭკვიანური გადაწყვეტილება. ბოლოს და ბოლოს კაცნაკული არმია, უბრალოდ ცოტა უკეთ დარტყმად შეიძლებოდა. დიდი ვერაფერი მანძილი ვერ მოიგო მახარაშვილმა ამ დარტყმით. 22 მეტრიან ხაზზე გიორგი ჭყოიძე ააგდებს დერეფანში ბურთს და ლელოს არასენსი თავის შანსს შეუტევს კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ მეტოქის ლელოს ხაზს, არამედ თავის შანსს, რომ მოიგოს ეს შეხვედრაც. შეგახსენებთ, რომ პირველი ორი ბონუსით აქვს მოგებული. ისევ ბუბუტეიშვილი, ისევ კარგია, ჩამოხსნა, არავინ უდგას წინ, ამიტომ მოეხსნა ბუბუტეიშვილი თანაგუნდელებს და გაიქცა შეუტია, ესეც ხერხია სხვათა შორის არმიელთა მხრიდან, კარგად იმუშავა, მართალია დათმეს რაღაცა მანძილი, მაგრამ მოლი არ ჩამოაყალიბებინეს. შემდეგ ჭყოიძე, კარგად დაუხდნენ აზალაძე და თანაგუნდელები. ესეც ქოიავა, მარგალიტაძის ტანდემი. ჭეიშვილი წავიდა. ჭყოიძე ეხმარება. აფრასიძე. ბერიაშვილი გვედულად წავიდა და ამითი მანძილი ვერ მოიგო, მაგრამ ბურთი კი დაიტოვა. შიგნით შესხდა ხმალაძე და აგრძელებს წისვლას.
ჭეიშვილი ცოტა ესეთი მაღალი პოზიციით წავიდა, შემდეგ დაიხარა. იქვე ახლოში მიდის ორთაბრძოლა, ბურთის ერთი ხელის გაწვენაზეა თითქმის ლელოს ხაზი. თავგამოდებით იცავს თავს არმია, ლელოც ასევე თავგამოდებით უტევს. ხმალაძემ სიჩქარეში აიღო ბურთი, შებოჭა თავდაუზოგავად. გაბუნიამ. რა ხდება, ბურთი ხო არ დაიკარგა? არა, მე რამდენი ფაზაა არ ვიცით, მაგრამ ძალიან სახიფათოდ კი უტევს ლელოს, სანამ აი ეს მოხდებოდა, ბურთი დაიკარგა იმის გამო, რომ ერთ-ერთ ლელოს წინ გადაუვარდა. არა და რა კარგი შეტევა ჰქონდა ახლა ლელოს წარასენს. საჯი ანიშნებს, რომ 10 წუთი გავიდა, შეუძლია ზურიკაშვილს დაბრუნება. შესაბამისად, შემოვა ზურიკაშვილი, გავა ის პირველ ხაზელი, რომელიც მის ნაცვლად თამაშობდა და დაუბრუნდება მოედანს დაუშვილი. აღდგა, ასე ვთქვათ, სტატუს კვო შემადგენლობების თვალსაზრისით, რიცხობრივი რაოდენობის თვალსაზრისით. და 15-15-ზე გრძელდება ეს შეხვედრა. არმია კი მე მგონი მეორე სიურპრიზს გვიმზადებს დღევანდელ მატჩში. აი ეს უკვე მომწონს, აქ ვიღაცამ ერთი წამოიძახა არმიაო და იმ წუთას შეურაცხყოფილად იგზნეს თავი ლელოელებმა, რომ მათზე ხმამაღლა ვიღაცამ რამე დაიძახა. ტრიბუნა უნდა იყოს სასურველია, რაც უფრო მეტხანს იქნება თამაშის განმავლობაში მით უკეთესი, მაგრამ თამაშის ბოლოსაც კარგია ასეთი დაძაბულობა. პირველი მცდელობა უშედეგოა, ჩავარდე პირველი ხაზელები. ორივე გუნდის დამნაშავე არ არის ნაპოვნი. კარგი დაპირისპირება მიდის, ნამდვილად კარგია. საინტერესო შეხვედრა, გულშემატკივრებიც ლაღობენ, მოთამაშეებიც ტონუსში არიან. კარგი ბიძგი მიცა ლელო, მაგრამ მაინც მოახერხა თავარტკილაძემ ამ ბურთის გამოტანა და ჭინჭარაული უტევს. აქ ალბათ უნდა გაეტანებინა ჯვარზე ბურთი თანაგუნდელისთვის, გადაწყვიტა რომ გაივლიდა ორ კაცს, მაგრამ ვერ მოგართვით. შეაჩერეს, აი აქ თამაში ძალიან სახიფათოა და ასეც ხდება ის, რაც საფრთხეს წარმოადგენდა, მართლაც გამართლა და მოხდა. ლელოელებმა მოიპოვეს ეს ბურთი. აქ თამაში ძალიან სახიფათოა გუნდისთვის, რომელიც დასვაშია და საკუთარ ლელოს იცავს, მაგრამ გასაგებია, ალბათ იგეგმებოდა ერთი დარტყმა და შემდეგ უკვე ფეხით თამაში, მაგრამ არ დასცალდათ ის ერთი დარტყმა. არმიელებს გადაეცა მეტოქეს ბურთი და ახლა ლაშახმალაძე ისევ არ უტყავს კარში. შეიძლება ლაშახმალაძეს არ დაერტყა, მაგრამ გადაწყვეტილება მისი მისაღებია, ამიტომ მისი გადაწყვეტილება არის, რომ მისმა გუნდმა ეს მატჩი უნდა მოიგოს. ვინიცი შეიძლება სულაც არ არის, ასე ვთქვათ, სტრატეგიული თვალსაზრისით ლევან მაისაშვილისთვის ამ მატჩში გამარჯვება, არამედ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია გუნდმა იბრძოლოს ამ გამარჯვებისთვის. და ჯარიმა რის გამო? ჯარიმა იმის გამო, რომ ბურთი არ იქნა ზუსტად მოწოდებული. ჯარიმა არა, უკაცრავად შერკინება, ზუსტად არ იქნა მოწოდებული აუტიდან. ან უბრალოდ წინ გადავარდა, ეს ვერ დავინახე სამწუხაროდ, მაგრამ ცხადია ერთია, რომ წინ მოხდა ბურთის ან გადაწოდება, ან გადავარდნა და ბურთი კლავად ჩამოერთვა ლელოს და გადაეცა არმიას. ჩვენ რამდენჯერმე ვნახეთ დომინირება შერკინებაში ჯერ ერთი გუნდისა, შემდეგ მეორისა, ახლა ვნახოთ რომელ ეტაპზე ვართ, ვინ უკეთეს ფორმაშია და ვინ უკეთ შეინარჩუნა ძალები ბოლო წუთებისთვის.
მახარაშვილმა შეაგდო. უკან იხევს არმიის შერკინება, მაგრამ თავართქილაძე ისევ კარგია. უბრალოდ მასაც უკან ახევინებენ. თავარი არმიისთვის რომ ახლა ბურთი შეინარჩუნოს. ლელოსთვის კი ეს ბურთი მოიპოვოს. აზალაძე კიდევ ერთი დარტყმა. აქ დარტყმა რამდენად ჭკვიანური იყო, ვერ გეტყვით, რადგანაც აი აქ თუ ბურთი გაიჭედა და ამ მეოლიდან აღარ გამოვიდა. უკვე ლელოელები დაეუფლებიან და არმიისთვის ეს ნამდვილად არ იქნება კარგი. მთელი არმია ჩართულია აი ამ მოლში ლამისა. ფათაშორის ამან მოიტანა შედეგი. გაიარეს 25 მეტრი, ამოვიდნენ გამოცდნენ 22 მეტრიან ხაზს. ბურთი მათია. მაგრამ აქ ერთადერთი ვარიანტია მხოლოდ შორს დარტყმა. ასეც ხდება, ჩიტიძემ დაიჭირა და წამოიღო. შორს მოაშორა იმ დარტყმის წერტილს ბურთი, შემდეგ გადაუტანეს ტაბუცაძეს და ამ უკანასკნელმა აკრიფა, რაც სიჩქარე ჰქონდა მაქსიმალური. არა, კარგად გადაეწყვნენ არმიელები. დროზე შეავსეს ის წერტილი, ალბათ აფრასიძის მიერ გამოტოვება არ იყო კარგი, თანაგუნდელებისა და მხოლოდ და პირდაპირ გარემარბზე გადატანა ბურთისა. ყოველ შემთხვევაში თამაში გრძელდება, ამას მივადევნო თვალი. ხმალაძემ სწრაფად გაათამაშა, შეუტია, ადრე გააჩერეს, მან ვერ მოასწრო 10 მეტრიანი მანძილის გავლა და ჯარიმა იქ სადაც აი ახლა თავარი მსაჯი გაჩერებულია და წამზომს დახურებს. უკვე უნდა ვივარაუდოთ, რომ კარში არაფრის დიდებით არ დაარტყამენ ლელოელები. თუ აქამდე არ დაარტყეს, ახლა რაღაცო დაარტყამენ. როგორც ჩანს, ძალიან მკაფიო დავალება აქვთ მიღებული ლელოელებს, რომ ეს მატჩი მათ უნდა მოიგონ. უпростоრეთ, მოდი ასე ვთქვათ, მოგებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. ფრე არ იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი. ძალიან მაღლა აიწია ტემპერატურა ტრიბუნებზე, უკვე სასიამოვნოდ მაღლა აიწია. მე არ ვამბობ, რომ აქ რაიმე ზღვარს გადასულთან გვაქვს საქმე, მშვენიერი გარემოა ახლა ტრიბუნებზე, შესანიშნავი ატმოსფეროს უფევს და ორივე გუნდის გულშემატკივრები და ნეიტრალურებიც უკვე ვიღაცას გულშემატკივრობენ. მოიგო ბუბუტეიშვილმა, ჩამოხსნა, კარგად ჩამოაყალიბეს მოლი და როგორც იქნა მეთქი უნდა მისვა შეაღწიეს მეგონა ლელოს მოედანში, მაგრამ არა, ცდილობები ჯერაც გრძელდება. კიდევ ერთი მიძალება, კარგია, კარგად დგას ფეხზე ჭეიშვილი. აი ახლა მოუწია მიწაზე წასვლა. ერთი ბიძგი კიდევ, არა. ჯერჯერობით უშედეგოთ. ხმალაძე ჯერ მარცხნივ გადავიდა, შემდეგ გრძელ ფრთაზე თვითონვე წავიდა. მახარაშვილმა შებოჭა. რა ხდება მოედანზე? ბურთი ვის აქვს? ბურთი აქვს, მე მგონი არმიას მოთამაშეს. ბოლო მომენტში რაც გამოჩნდა, აი ეს იყო დიახასია, ჭინჭარაული. ეს რას გავდა ვერ გეტყვით, ძალიან ცუდი დარტყმა და შერკინება. შერკინება ლელოს არასენსის სასარგებლოდ აქ ჭინჭარაულმა. მოდი ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ისე რბილად რომ გამომივიდეს. დააღალატას ვერ ვიტყვი, უბრალოდ კარგად ვერ განსაჯა სიტუაცია, და ტექნიკურადაც ვერ შეასრულა კარგად ის, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, ამ დროს ჰქონდა ჩაფიქრებული ის, ჯერ ჰქონდა ჩაფიქრებული ის, რომ შემოერბინა მთელი მეტოქისთვის, შემდეგ კი ის, რომ გადაეტანა აუჩი, მაგრამ აეჭრა ბურთიდან, ფეხიდან ბურთი, გადავიდა სულაც იქით, უკიდურეს ხაზს მიღმა, პირით ხაზს მიღმა და ახლა ლელოს არასენს კიდევ ერთი შანსი. ძალიან კარგი პოზიცია, 5 მეტრია. თუ მოერევა და დაჯაბნის შერკინებაში შეათრევს და დადებს ლელოს. თუ ვერა მარცხნივად საკმაო რისი მანძილია შესატევად, მარჯვნივად. ძირითადად განლაგებული არიან მარჯვნივ მოთამაშეები, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ლაშა ხმალაძე იქით უცებ გადახტეს მარცხნივ და შეუტიოს მოკლე ფრთაზე. ოდნავ შემოტრიალდა შერკინება. აიღო ბუბუტეიშვილმა, შეუტია, იმ წამსვე შებოჭა მახარაშვილმა და ძალიან კარგია ამ კომპონენტში. მახარაშვილი დღეს მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში არაჩვეულებრივად ასპარეზობს. ისევ იგივე მდგომარეობაში გადავიდა თამაში. მოკლე დარტყმები ლელოს შესრულებით და კარგი დაცვა არმიის
შესრულებით. იგივეს ხედავთ. ჯერჯერობით ძალით ვერ ერევა ლელო, მაგრამ აი აქ ვნახოთ დაიდო თუ არა. კი, დაიდო. ბოლო-ბოლო მაინც დადო და ისევ ახალგაზრდა ტაბუცაძეა ამ ლელოს ავტორი. ახალგაზრდას იმიტომ ვიძახი, რომ მე მის თამაშის სიმართლე გითხრათ, არ მინახავს ბევრჯერ, რატომღაც მგონია, რომ ახალბედაა, არ ვიცი, ამას გადავამოწმებ. მაგრამ ლელო მაინც დაიდო და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გელა აფრასიძეს. გელა აფრასიძეს, რომელმაც აი ჩვეული ტემპიდან, ჩვეული რიტმიდან ამოაგდო გუნდი. იყო დარტყმები, იყო ძიმე თამაში, მაგრამ არა. ბოლო მომენტში მაინც გაათამაშა ბურთი აფრასიძემ, დაინახა რომ იქ იყო სივრცე ფრთაზე, გაათამაშა და საბოლოოდ მიუვიდა ბურთი აკა ტაბუცაძეს და ისიც გამარჯვების ლელოს მომტანი გახდა თავისი გუნდისთვის. ალბათ გამარჯვებისა, იმიტომ რომ მე მეეჭვება დრო იყოს დარჩენილი. ასია თუ ისე ლელო სარასენსი დაწინაურდა ანგარიშით 15-13. ახლა აფრასიძე ამასაც გაიტანს, თუ გაიტანს ეს რა თქმა უნდა მოსწყვეტას აპლოდისმენტებს ტრიბუნებიდან, თუ არა და მაინც მე ვფიქრობ, რომ მის მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო დღეს ორივე გუნდის შემადგენლობაში. სრულიად თავისუფლად შეიძლება მას ეს ტიტული მიენიჭოს. აფრასიძის დარტყმა აცდა მიზანს, მაგრამ ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგანაც მატჩი დასრულდა ანგარიშით 13-15 გაიმარჯვა ლელო სარასენსმა, ქვეყნის ჩემპიონმა მოიპოვა მესამე ზედიზედ გამარჯვება, მოიპოვა 4 ქულა. ამ შემთხვევაში ბონუსი უკვე აღარ ერგო. ასევე ქულა მოიპოვა ბონუსი ოღონდ ღირსეული დამარცხებისთვის არმიამ, 1 ქულა ჩაიწერება მის გრაფაში. ლელო სარასენს კი ულოცავთ, რა თქმა უნდა, ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. საინტერესო გადახალისებული შემადგენლობით ლევან მაისაშვილის გუნდმა მაინც მოახერხა იმ დასახული მიზნის მიღწევა. მიზანი კი იყო ის, რომ დღეს აუცილებლად უნდა მოეგოთ მათ და უნდა ებრძოლა. მოდი ეს ჩემი ინტერპრეტაციაა, მაგრამ რატომღაც დავიჯერე, რომ ასეა. თამაშის ლოგიკიდან გამომდინარე, სწორედ ეს ფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი დავალება დღეს ლელო სარასენსისთვის, რომ ებრძოლათ გამარჯვებისთვის და მართლაც იბრძოლეს, ღირსეულად იბრძოლეს და ღირსეულად მოიპოვეს ეს გამარჯვება, რასაც რა თქმა უნდა ულოცავთ. თქვენ კი დააკვირდით, ისი ამოვნეთ უკანასკნელი წუთები ჩვენი რეპორტაჟისა, რომელიც პორტალმა დევიჯიმ შემოგთავაზა. ამ რეპორტაჟის სპონსორი გახდათ